თემები ძალიან ბევრია, განსაკუთრებით ყველაზე მწვავე თემა არის ფასები. აი საკმარისია. აი ბოლო ვიდეო, რაზეც ქონდა 100,000-ობით ნახვა იყო პირადობის მოწმობების ფასებზე და ამას მოყვა მე ზემოდან იქიდან მოქალაქეობის აღდგენისთვის პასპორტის ფასი 500 ლარი. ყველანაირი მოსაკრებელი, რომელიც გასამაგდა ქართული ოცნების დროს და რომელიც პირდაპირ ურტყავს ჩვენ მოქალაქეს, რომელსაც ხელფასი არ გაუსამაგდა. ხო, ცხოვრება სამჯერ გაძვირდა. ესე იგი, ჩემ შვილს ვეკამათებოდი ამას წინათ, მე ცოტა ხნის წინ მახსოვს, რომ თონის პური ღირდა 50 თეთრი. აი ცოტა ხნის წინ იყო ეს. ლარი და 50 ღირს ახლა. ანუ პურზე არის ხო საუბარი. სასწაული მოხდა და ყველას ხელფასი ამ დროს იგივე დარჩა, ხო? ხალხს ეს აინტერესებს, ადარდებს, მაგრამ ხალხს უნდა რომ კონდეს ძალა. ესმით ძალიან კარგად. აი მერი რო გამختارიყავი, მეგონი გაუხარდებოდათ. მაგრამ ამ ვითარებაში ძალიან კარგად ხედავენ, რომ ეს ამის შესაძლებლობა იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც შეიქმნა, არ იყო. ანუ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ზუსტად იცის ამ მრჩეველს რა ჭირდება ხმა პრობლემების მოგვარებისთვის, მაგრამ ამისთვის უნდა კონდეს ძალა. და ეხლა ჯერ ერთი ხარ ამ არჩევნებში შესვლის შემთხვევაში მოწყალებაზე ხარ დამოკიდებული საკრებულოში დაგსვავენ თუ არ დაგსვავენ.